ის 5 მილიარდი წლის არის და მასთან 159,6 მილიონი კილომეტრი გვაშორებს. სულ რაღაც 8 წუთის სინათლის სიჩქარით. მზე. ეს არის ყვითელი ჯუჯავარსკვლავი, რომელიც მილიონობით წელია საკმაოდ ერთგვაროვნად ანათებს. მისი ზედაპირის ტემპერატურა ამ დროის განმავლობაში 10%-ითაც რომ შეცვლილიყო, ალბათ დედამიწაზე სიცოცხლე დაიღუპებოდა. მზის დიამეტრი დედამიწასთან შედარებით 109-ჯერ, ხოლო მასა 300-ჯერ მეტია. მზე მყარი სხეული არაა, ის გავარვარებული აირის სფეროს წარმოადგენს, რომელიც 70% წყალბადს და 30% ჰელიუმს შეიცავს. მისი ყოველი კვადრატული სანტიმეტრი 6,5 კილოვატ ენერგიას ასხივებს. დედამიწა ამ ენერგიის მხოლოდ 0,5 მილიარდად ნაწილს იღებს. მზე რო არ იყოს, არაფერი არ იქნებოდა. სიცოცხლის უბრალოდ სიცოცხლე არის მზეზე აბსოლუტურად დამოკიდებული. ჯერ ის რომ ესე იგი ამ ენერგიის გარეშე, რომელიც მოდის ჩვენამდე, ის შეუძლებელია რომ იყოს. ნებისმიერი ფორმა, რომელიც არსებობს, მაგალითად მე, ხო, საბოლოო ჯამში აუცილებლად დავიშლები მოლეკულებად. დავიშლები მოლეკულებად და შეემატება ჩემი მოლეკულები შეემატება იმ ქაოსს, რომელიც არის ისედაც ჩვენ გარშემო. ხო, ამას ქვია ენტროპიის ზრდის კანონი. ენტროპია არის საზომი და ის სულ იზრდება, ესე ქაოსი იზრდება თანდათანობით. საკითხი არის ეს, აი, საიდან ვიღებ ჩვენ ანტიენტროპიას, ესე იგი ნეგენტროპია ქვია იმას. ანტიენტროპიას, ესე იგი, აი, რატომ სწრაფად არ ვიშლებით ქაოსად? იმიტომ რომ არსებობს ესეთი შესანიშნავი რამ, როგორც არის სინათლის სინთეზი, ფოტოსინთეზი. ეს ამიტომ არის აუცილებელი სცენარიები, დიდი რაოდენობით, აი ეს მწვანე სცენარიები, რომლებიც არის, ესე იგი, აი, სხივი, რომელიც მოდის ჩვენთან, სცენარიას ხდება ეს არა, ის უბრალოდ ჩაიჭერს და სინათლესთან ერთად იქ საკმაოდ საინტერესო პროცესი მიდის, რომლის შედეგადაც ის ჟანგბადს გამოუშვებს და ნახშირს იტოვებს. ესეც მზის დამსახურებაა. სულ ყველაფერი, რაც კი არსებობს, ეს ყველაფერი მზე არის და როცა ამობენ რომ დავუშვათ მზე ჩაქრა. მზე ჩაქრა მე ნახშირს დავწვავ, ნავთობს დავწვავ. მაგრამ ეს ნავთობიც ის ენერგია არის მზის ენერგია, ნავთობში შენახული. ეს არის ის ენერგია, რომელიც არის ტორფში, რომელიც არის ნახშირში, რომელიც ის ენერგია, რომელიც არსებობს, ეს არის ის სწორედ თერმობირთვული რეაქციის შედეგად მიღებული ენერგია, რომელიც მოვიდა მიწაზე. მოვლენები, რომელიც მზეს უკავშირდება, ყოველთვის კვლევის საგანს წარმოადგენს და ამ თემის მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. პერიოდულად, საშუალოდ ყოველ 11 წელიწადში მზის ატმოსფეროში მზის ლაქები წარმოიშობა. ამ დროს შეიმჩნევა მზის აქტიური არეების აფეთქების მკვეთრი ნათება. ხშირია ამოფრქვევები, რომლის დროსაც აირის გიგანტური შადრევნები ზედაპირიდან 1000-ობით კილომეტრზე გამოიტყორცნება. მზის სიღრმეებიდან ამოფრქვეული პლაზმა, ელექტრონები და პროტონები, ასევე ჰელიუმი ჟანგბადი და რკინა დედამიწის მიმართულებით თავბრუ დამხვევი სიჩქარით მოძრაობს. ეს დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველთან შედის კონტაქტში. სწორედ ამ მოვლენას უწოდებთ მაგნიტურ ქარებს. ამ დროს ხარვეზებით მუშაობს ამ წყობრიდან საერთოდ გამოდის რადიოტექნიკა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. შაკიკის შეტევები ეწყებათ მაგნიტური ქარების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს. მაგნიტური ქარი ასევე იწვევს ისეთ უცნაურ მოვლენას, როგორიცაა პოლარული ციალი, ანუ ცის ელექტრონული ნათება ღამით, რომელიც ყველაზე ხშირად დედამიწის პოლარულ უბნებში შეიმჩნევა. დედამიწიდან 90-100 კილომეტრის სიმაღლეზე მზის ნაწილაკების ნაკადი ეჯახება ატმოსფეროს ზედაფენების შემადგენელ კომპონენტებს, ჟანგბადსა და აზოტს და ჰაერის ძალზე ლამაზ ნათებას იწვევს. ასევე საინტერესო მოვლენაა მზის დაბნელება. ამ დროს დედამიწასა და მზეს შორის მთვარე ექცევა და მზეს ეფარება. მთვარე სინათლეს არ გამოსცემს, თუმცა იგი ირეკლავს მას. ამიტომაც დაბნელების წინ მთვარე არ ჩანს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მზე გაურკვეველი წარმოშობის სიშავით იფარება. ამ 1000 წლეულის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება 2010 წლის 15 იანვარს ტროპიკული აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიიდან შეინიშნებოდა და მზის სრული დაბნელება დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მთვარე ეფარებოდა მზეს და მხოლოდ მზის გვირგვინი ჩანდა. ეს ასტრონომიული მოვლენა არც თუ იშვიათია, მაგრამ ასე ხანგრძლივად ხშირად არ ხდება. მზის დაბნელების ეს 11 წუთიანი რეკორდი მხოლოდ 3053 წელს განმეორდება.
ანუ ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია მზის 6 დღიან დაბნელებასთან დაკავშირებით აბსურდული და სასაცილოა. ხშირად ვრცელდება ინტერნეტში სხვადასხვა ტიპის ჭორები, რომელიც ზუსტადაც ეხება აი ამ მსგავს მოვლენებს, როდესაც შეიძლება ვიღაცამ დაწერა, რომ დაუშვათ NASA-მ გამოაცხადა, რომ 6 დღე უნდა დაბნელდეს დედამიწაზე და მსგავსი მოვლენა იყო ასევე 2012 წლის 21 დეკემბერს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით თურმე სამყარო სრულდებოდა. მაშინ ასე თქვა, ორი ხელით ვაცხადებდი, რომ აბსურდია, რომ ერთი ცივილიზაციის კალენდრის მიხედვით დასრულდეს პროცესები, სასიცოცხლო პროცესები დედამიწაზე. ესეც იგივე აბსურდია რა, არავითარი 6 დღე არ შეიძლება და ასე თქვა, თუნდაც 3 დღე, თუნდაც 2 დღე, ანუ ეს არის ძალიან ასე თქვა, ზეზუსტი მოწყობილობა შეიძლება ვთქვათ, კოსმოსური საათი, რომელსაც გააჩნია თავისი წამის ის არის, წუთის ის არის და ზუსტად იმ დროით მუშაობს, უხეშად რო ვთქვათ. ამიტომ ის არ იმორჩილება ადამიანის მოგონილი ჭორები. ანუ იმდენად ზუსტია, რომ იგივე მზის დაბნელებები მეცნიერებმა ასეული წლებით წინ იციან, რადგან ის დაფუძნებულია ზუსტ გათვლებზე. მეცნიერებმა უკვე დაადგინეს ის, რომ საბოლოოდ მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა. წითელი გიგანტი ის ვარსკვლავია, რომელმაც თავის ბირთვში წყალბადის მარაგი ამოწურა. ეს საწვავი არის, ხო, რომელიც აცხელებს მზეს და ჩვენ ვიღებთ ამ იმას. მაგრამ თანდათანობით ეს საწვავი ცხადია, როგორც ყველაფერი ილევა, ხო? ილევა დაუშვათ გადავა ლითიუმში და მე კიდე რაღაცა და ან გადავა და მე იწყება რა. მაშინ თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მზე შიგნიდან ესე იგი ცოტა გაცივდება. თუ გაცივდება, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ გრავიტაციული ძალები, ეხლა რატომ არის ეს ბალანსში არის? იმიტომ გრავიტაციული ძალები ესე იგი იზიდავენ შიგნიდან, როცა ვათბობთ ნაწილაკებს, ისინი ცდილობენ ერთმანეთს გაექცნენ, რა. ხო და აი ეს ორი ტენდენცია ერთმანეთს ესე იგი ეჯიბრება და თუ საწვავი დააკლდება, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყება კოლაფსი, ანუ დაიწყება შეკუმშვა. შეკუმშვა და რაც უფრო პატარა არის, ესე იგი რაც უფრო შეუკმშობა თუ არა, მაშინვე შეკუმშვის ძალა უფრო იზრდება. იმიტომ მიზიდვის უფრო დიდი ხდება მიზიდვა, რაც ერთმანეთთან უფრო ახლო არიან ნაწილაკები და თანდათანობით ეს ნიშნავს, რომ ეს უშველებელი მასა იწყებს ჩაჭრეთოს. აი მაშინ დავიყოფებით. ეს ყველაფერი კი დაახლოებით 5.4 მილიარდ წელიწადში მოხდება. ასე რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მზისგან არანაირი საშიშროება კაცობრიობას არ ემუქრება.